ფეხბურთის ფედერაცია კლუბების ლიცენზირების საკითხს განიხილავს, როგორც უკვე ცნობილია, ფედერაციამ გუნდების დამფინანსებელთა ვინაობაც გაასაჯარო. ადგილზე ყოფება ვახო გაფრინდაშვილი, ვახო დაიწყო თუ არა ლიცენზირება? ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტი დღეს უმაღლესი და ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდების განცხადებებს განიხილავს, რის შემდეგაც უკვე იმსჯელებს 2014-15 წლების საფეხბურთო სეზონის ეროვნული და უეფა-ს ლიცენზიის გაცემის შესახებ. ფეხბურთის ფედერაციამ გაასაჯაროა იმ გუნდების სია, რომლებმაც განცხადებით მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას, ასევე გაასაჯაროვდა გუნდების დამფინანსებლის ვინაობაც. როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთის ფედერაციაში არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ქუთაისის ტორპედოს საფეხბურთო კლუბს სამტრედიას კი ამგვარი შინაარსის მატარებელი დოკუმენტაციის ჯერჯერობით ფეხბურთის ფედერაციაში არ წარმოუდგენია, რაც შეეხება საჩხერის ჩიხურას, როგორც მოიხსენებათ, საჩხერულ კლუბს აფინანსებდა ფინანსურ დახმარებას უწევდა ფონდი ქართული, შემდეგაც როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის საჩხერულ კლუბს აფინანსებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, როგორც მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ განაცხადა ჩვენთან საუბარში, საჩხერულ კლუბს დაფინანსება გამოიყო მთავრობიდან გამოყოფილი მიზნობრივი გრანტიდან, ანალოგი ამ გრანტიდან ფინანსური დახმარება, როგორც საჩხერულ კლუბს, ასევე სხვადასხვა ვეტერან სპორტსმენებს გადაეცემათ. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მთავრობის განკარგულებით გამოიყო მიზნობრივი გრანტი, რომლის ფინანსური ასპექტები წინასწარ იყო ცნობილი. საჩხერის ჩიხურა არის ერთ-ერთი იმ გრანტის ბენეფიციართა შორის. გრანტის ბენეფიციარები არიან როგორც ფედერაციები, ასევე დამსახურებული სპორტსმენები, ერთ-ერთი არის საჩხერის ჩიხურა. ამ წლის ამ სეზონის განმავლობაში დაფინანსება გაგრძელდა. დღესდღეობით ჩვენ ვიღებთ თანხას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, როდეს ეს თანხა საქონლისმოქმედო ფონდ ქართულ გადასცა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და იმან სამინისტროდან ჩვენ ვიღებთ ამ დახმარებას. როგორც უკვე გითხარით, ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა უკვე დაიწყო განცხადებების განხილვა გაგრძელდება 2 დღეს და უკვე ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი გუნდი მიიღებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ლიცენზიას.